კლასში ყველაზე დაბალი ვარ, თან ბიჭი ვარ და დამცინიან. ფეხები და ძვლებით სულ მდგივარ. დედაჩემი მეუბნება ხაჭოჭამეო, მაგრამ რძის პროდუქტებს ვერ ვიტან. და რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რომ ძვლებიც გამიმაგრდეს და სიმაღლეშიც მოვიმატო. ეს არის ანონიმური წერილების 25-ე ეპიზოდი და დღეს ნუტრიციოლოგი თორნიკ ენუქიძე უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. ეს ბავშვი უნდა დავამშვიდოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ იცოდეს, რომ ბიჭებს შეიზრდა მათ შორის სიმაღლეში ზრდა ცოტა გვიანი წყება ხოლმე. არის დარდოს უბრალოდ ძვლების ტკივილი, ფეხის ტკივილი, ნიშანია, რომელიც კალციუმის დეფიციტზე მიანიშნებს. კალციუმი არის საყრდნობამდროებელი სისტემის მთავარი მინერალი. 99% ადამიანის ორგანიზმში კალციუმი სწორედ ძვლებში და კბილებში დამარაგებული. რა წონაც იქნება ახლა ამბობს დაახლოებით არის 60 კილოგრამი. დაახლოებით მისი 600 გრამი 1 კილოგრამი კალციუმი აქვს ორგანიზმში. წარმოიდგინე, რამდენი მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ამიტომ კალციუმის დეფიციტი სიმაღლეში და ზრდაგანვითარების დეფიციტებს იწვევს. კალციუმი უნდა გადავამოწმოთ აუცილებლად ექიმთან კომუნიკაციის შემდგომ და ამის შემდგომ ვიზრუნოთ კალციუმის შევსებაზე. რძის პროდუქტი, თუმცა რძის პროდუქტი სამწუხაროდ ჩვენი ანონიმური წერილების ავტორს არ უყვარს. დაში რას ვაკეთებ? დანამატი შეიძლება იყოს ადეკვატური ჩართულობა ექიმთან კომუნიკაციის შემდგომ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ კალციუმი ყოველთვის მეგობრობს სხვა ვიტამინებთან და მინერალებთან. კალციუმის შეწოვისთვის გვჭირდება D ვიტამინი, D ვიტამინის გასააქტიურებლად გვჭირდება მაგნიუმი და შემდგომ K ვიტამინი, რომელიც ამჩემ კალციუმს ძვლებში ჩაალაგებს. აი ესეთი ჭკვიანური კომბინაციები მინდა ვეძებო დანამატებში. ვერ ვიტან მულტივიტამინურ დანამატებს, რომლებიც უბრალოდ მარკეტინგული ტყუილია. სწორი კომბინაციებს უნდა ჩავხედოთ, სადაც კალციუმი, მაგნიუმი, D ვიტამინი და K ვიტამინი ერთად მივსებს ჩემი მოზარდი ორგანიზმის ბალანსს. სიმაღლეში ვერ ვიზრდები წუხილი, ჩემი სტუდენტის შვილსაც ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ასაკობრივი იყო, მაგრამ კალციუმის დეფიციტიც ჰქონდა. ეს ჭკვიანური კომბინაცია შემიძლია პესპეში ვიპოვო, ურთმოლს აქვს ართრო პლუსი, აი ამ ჭკვიანური კომბინაციის კალციუმი, მაგნიუმი, K ვიტამინი და D ვიტამინის კომბინაციით იდეალური წყაროა ამ დეფიციტის შესავსებად. მადლობა დიდი.